ლამშვიდობისა წმინდა გიორგის ტაძარია ქუთაისლებო ხო იცით გორაზე ჩვენი რიონი ჩვენი წითელი ხიდი მშვიდობიანი დღე მოგმადლე უფალო დილა მშვიდობისას მეგობრებო დიდება უფალს უფალო იესო ქრისტე ზეოქთისაო შენი წყალე მეწოდვილი 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 ჩვენი გავაჭრებული ქვეყანა დაქცეული ხალხი მოვაჭრეები ვაჭრებათ რო გვაქციან ყველა აფსუს ქართველობა რათა გვამსგავსა დოლარმა ევრომ ფულმა ეშმაკმა დიდება უფალო შენ სახელსა მადლობა ყველაფერთვის მედის ღირსები ვარ გამჩენო მიგატოვეთ შენ ჩვენმა მამებმა დახამდენ ოქროზე სიმდიდრეზე ეგონაც შეიძლებოდა სინდისი და ნამუსი და ფული ერთად ყოფილიყო მაგრამ თურმე არ შეიძლება კი ვარ წახტენილები ლაზარე და მდიდარივით ერთი მდიდარი დანარჩენი ქუჩაში ხელგამოწვდილი ასე ვარ ქუთაისლებო ძალიან ცუდ დღეში ვართ რო იცოდეთ ძალიან ცუდ დღეში აი ჩვენი დედები ვაჭრებათ აქციეს ჩვენმა წინაპრებმა ჩვენმა მამებმა ჭამეს ტყემალი და ჩვენ შვილებს ბეჭდები გაუკეთეს ჭიპებზე აი ასე დაქცეულ დღეში ვარ მთელი ჩვენი ქუთაისი იმერეთი აფიაკებით არის ამოჭედილი იფხვებს აკრავენ სახეზე ხალხს ატყუილებენ არა და საბჭოთა კავშირში ერთი ჭიქით ვსვამდით და არავინ ავათ არ ხდებოდა ტუბ დისპანსერში ექიმების მეტი რა არიან ერთი არ მინახია ხვტარი არა და მოგვატყულა ეშმაკმა შიში უნდა რო ყავდეთ და კი ვარ დაგლახავებულები სატანის ხელში აბა რა ვიქნებით შიშს რო ჩაუნერგავს ადამიანს სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს ხო და ამ სიტყვამ სული მოპარა ქართველს ფულზე მიანდო დესკიმერი ყოფილი ქუჩაში არის ნაგა ჩვენი სიგნის გამყიდველები რამდენი ესენი ატყავებენ და ატყავებენ ჩვენ ბაღს.
შეხედეთ, ალა ვიღაცას ეგონება რომ კაი საკეთებენ. შეხედეთ როგორი კორზები აქვს, როგორი ხეები აქვს დაჭრილი. შეხედეთ როგორი ხეები აქვს დაჭრილი. და ვიღაცა იტყვის კაი საკეთებს. სულ აღმართულს, სული მომივა მის ოჯახში. წაიკითხეთ სალმუნები. შეხედეთ რამხელა კორზები აქვს დაჭრილი ხეებზე. კორზები კი არა ერთ ოჯახს ეყოფოდა, ერთი ზამთარი. იმხელა ტოტები და ერთი 40 თუ 50 ხე მოჭრენ, გონია ამ არამზადებმა ღმერთმა უშველო. მარტო ფული ხო არ არის ამ ცხოვრების დედავატერე. ქუთაისლები ვართ, ქართველები ვართ. ხალხი ტრაბახობს ჩვენი იმერლობით. ხალხი ტრაბახობს ჩვენი იმერლობით. შეხედეთ რამხელა კორზები აქვს დაჭრილი. შეხედეთ რამხელა ტოტები აქვს დაჭრილი. შეხედეთ. შეხედეთ. რამხელა ტოტები აქვს დაჭრილი. რატო? ყინები და ბეტონები რო ჩაგვიდვან, გაიგეთ? ყინები და ბეტონები რო ჩაგვილაღონ, იმიტომ მიხვდით. კაციშვილი არ იღებს მას. ისება უფლის ფიალა. ცოდვებით. ეს ერი ხალხი გადენენ ქვეყნიდან, ჩვენი ქუთაისიდანაც. მართლა სამთლის უნდა ეძებო ადამიანი. აქ სასაფლაო იყო ადრე და ტრაქტორებით დათხარენ აქაურობა. ჩვენი ძვლები, მაგრამ არ იღებთ ხმას და მარტომე რა ხნა ხალხო. მარტომე კი მithრენ 1-2 გაჩუმდით, თორე მომაგითხენ დასაჭეროთა ადვოკატებმა მერე ადვოკატებმა შემინარჩუნენ, ასე გამოდის, ხო? მარტო ამას ვერც მე ვერ მოვერევი და ვერც ვერავინდა. იქება ღმერთმა გაგვაერთიანოს ხალხო. გამოდით ელანელა ყოველდღე ახლა ბაღის ამასაც მოათავებენ ეს უხლისტები. შეხედეთ რამხელა ხეები, რამხელა კოიგენი აქვს, ტოტები და დაჩეხილი. ყველა ხეზე ასე ხეები, ახლა რომელიმე გადარჩება? აღგონია ისე რო გადარჩეს. შეხედეთ რა უქნენ ხეებს, შეხედეთ, სულ ტოტე, სულ და ბეტონებს იმიგე რა ქვია. ხეს მაგივრად ბეტონებს აკეთებენ და ბეტონებს ასხამენ და კუბოებს ალაგებენ. ვისაც უნდა ქვა, მიწა გვინდა და შვენივრად ვიყავით ამ ბაღში, შვენივრად დავდიოდით ამ ბაღში, შეხედეთ რკინები და ბეტონები. ეგი არის მათი გაკეთებული საქმე და რა თქმა უნდა ერთჯერადად, იმიტომ რომ ფასადურად აკეთებენ ყველაფერს. აგერ აქ ახალი გზა აქვს გაკეთებული, აქ გასავალი რო არის იქეთ. მე ისკენ რომ მიდიხარ და წვიმიან ამინჩი აგიტალახიანდება ფეხი, აგერ კიდევ ვაჭრებად ქცეული ქუთაისი. ქვებზე რო გაივლი, ფეხები ტალახიანი გექნება შარვლიანად, იმიტომ რომ ისეთი ქვები არის, ფეხს რო დააბიჯებ, ტალახი გესხმება ფეხებში. კი არიან გინებაში და კრულვაში და წევლაში. კაციდან, ქალიდან, არა. ადარდებთ. ფული ადარდებთ, მარტო ფული. აგერ 64. ტაძარი ზევით. ქვევით ჯოჯოხეთი, ამაში ხალხს მოატარებთ. ხალხო, გაიგეთ, ეგი საბჭოთა კავშირში. საჭმელი ფუჭდებოდა და ნატურალური იყო და ბავშვები ავათარ ხდებოდნენ და 8 აფთიაქი იყო სულ გონია ქუთაისში. სულ 8 აფთიაქი იყო ქუთაისში, რო იცოდეთ თუ 9 და გამყიდველებს ზინავდა. მე თვითონ მიყვარდა გემოატავგენი და იმას ვყიდულობდი გამყიდველებს ზინავდა აფთიაქებში. და დღეს მარტო ამ გაყოლებაზე, აგერ აქეთ წითელი ხიდისკენ მიდის ეს. მარტო ამ გაყოლებაზე ერთი 15 აფთიაქია გაკეთებული. მეტი რა ის 15 და ყველა ირგვლივ 100 აფთიაქები, იმიტომ წამლავენ. ლიმონათი 2-3 დღეში ფუჭდებოდა, პივა 3-4 დღეში ფუჭდებოდა. დღეს არაფერი არ ფუჭდება, როგორც კვტარს აბალზამირებენ. ისე აბალზამირებენ ეს კუდიანები საჭმელსთან უეკარებით. ასე დაწესებულები ლამაზად არის, მაგრამ შიგნით შხამია. ვიტყვი გოდებას ამ კუდიანებისთვის. ჩვენი მთავრობა მასეთი ფურზე გაყიდულები, ლაჩრები, ერთი მეორეს იმედი რო არა აქვს. და იხჩობიან და ლპებიან თავის ჩირკში და ბოროტებაში. სამწუხარო და ჩვენ ბავშვებს ათახსირებენ, თორე მაგენს ვინჩივა. ჩვენ ბავშვებს ათახსირებენ, ჩვენი ბავშვები
სინდისიდან ამუსი აღარ იციან რა არის ფული უყენიათ პირველ ადგილზე. გოდება ქვეყნის მესვეურებს, უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავალს, დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა, ყველა ძალოვანი მამხილებინე აღვირში მამები, ხვამსა ზედა ამსხვრიე მათი სულები, აგზობინე ტანჯო ამირანისა, ღალატი ცოლისა, ღალატი ქმრისა, ჩვილთა ტანჯო ოჯახებში მათთა ძეთა, დაიგზონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა, კანდელე უბნელე ცოდვისა, ცეცხლი მოხვიე სულებსა მათსა, ღმერთს განდგომილსა, ღვენთე მათი ძარღვები, აბღავლე უფალო მტერი შენი, შეგვიბრალე ღმერთო ნუქტანჯავ ამურჯულოთა ქართველთა, სული შენი ძალი შენი მოგვეც ღმერთო, რათა ასპიცასული დაიძლეს და განდიდეს სახელი შენი, მათი თესლი ვასილისკოს მოდგმა მათი, გაწყვიტე ღმერთო ცეცხლი ჭირით კუპრით დამატლე მათი ნაღვირალი, მოდგმა მოუნანიებლისა მიოცნებისა ყველასა, მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერისა, მოდგმა მოუნანიებლისა მინისტრებისა, თურნავებისა, დავითაშვილებისა, ყველა მინისტრისა, მოდგმა მოუნანიებლისა დეპუტატებისა, დანამებისა, ყველა დეპუტატისა, მოდგმა მოუნანიებლისა მოსამართლისა, ტყვილი წონისა, მოდგმა მოუნანიებლისა ექიმისა, ფიცტეხილსა, მოდგმა მოუნანიებლისა გაპარსულისა, გდლისა, გამყიდველისა, სანთლისა და ყველასა განდგომილსა უფალსა, ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით, წემსა, ქვეყნისა, საქართველოსა, რამე თუ იციან ესმით ხედავენ და ჩადიან ბოროტს. ამინ უფალო, ჩვენ კი ვართ უფლის დიდებაში და უფალო არ მოგვაკლოს შენი მადლობა უფალო ყველაფრისთვის. თქვენ კი დალპით, თქვენ ჩირქში ფულს აყენებთ პირველ ადგილზე, აქ ფული შეგიჭამთ შვილებს, მომავალს. იმიტომ რომ ფული არ შველის სინდისთან ამოს ვერ გამოისყიდი ფულით. არ გინდათ ამის გაგონება? კი ხართ ჩათლახობაში და უარეს ჩათლახობას მოგახვევთ კიდე ყველა ფულზე მოტრფიალე. დააგვიდით ხატებზე წმინდანებს, რომელს უკეთია სახეზე ტრუსიკი. დააგვიდით წმინდანებს, რომელს უკეთია სახეზე ნიფხავი. ჩვენმა მეუფეებმა რო აიკრენ ნიფხვები სახეზე, რომელ წმინდანს უკეთი ერთი ნიფხავის სახეზე გაიხსენეთ ერთი. არ შეიძლება მასიდი რაღაცა საერთოდ. ერთი ჭიქით სვამდით, ადრე ხდებოდა ვინმე ავარ. რა ხალხის დასაშინებლად და მაგენმაც იკადრენ, მაგი აიკრეს ლაგამი ცხვირპირზე. ღმერთმა უშველოთ. მასეთ ხულებთან უდადი ხარ და გაპარსულ ხულებთან უდადი ხარ. და ღიპიან ხულებს გაეშვით. გაეშვით ღიპიანი ღუდელი მეტანიას არ აკეთებს, რა საქმე გაქვთ მაგასთან. უფალს თაყვანს არცებს. კარგი დროებით მებოდადებო დიდება უფალს მანანა ედიშერ, დვალი დიდება უფალს მებოდადებო მშვიდობიანი დღე. შაბათს მივდივართ უფლის ციხეში ქუთაისიდან. თუ გინდათ შემოგვიერთდით დროებით.